მოგესალმებით მეგობრებო. ვიწყებთ თეატრალური სიახლეებით, თეატრალური აფიში. პირველი აფიშის პირველი ნიუსი არის შემდეგი, რომ დოი ჩინეთში დგავს სპექტაკლს. არა. მართლა? ჩინეთში დგავს. მე უნდა დავიჯერო, რომ დოი ჩინეთში დგავს. კომუნისტურ ჯო ვილსონის მიერ სახელმწიფოდ გამოცხადებულ ჩინეთში დოი ტაივანში დგავს. კომუნისტური არ არის. ჯო ვილსონს არ მოწონს ჩინეთი, მარტივი კატეგორია. დასავლეთის პირდაპირ შეფასებული არის ავტორიტარული ციფრული კომუნიზმი. ეს არის ალბათ მონაჩმახი. არა, თვითონ დოიმ დაადასტურა, მეგობრებო, ეგრე არ არის, დაადასტურა, შეიძლება ჩავიდა, რომ აღწეროს როგორი საზოგადოება. არა. როგორი მაღალი შენობებია. შენ რას მეუბნები, ხო? დოიმ იუანებზე მარტო ხმა გაუშვით, მარტო ხმა გაუშვით, მეგობრებო, წავიდა მარტო ხმა, წავიდა. ესე წელია უკვე დაგეგმილი იყო და ეხლა ჩავედი, დაგეგმილი იყო, ჩავატარე კასტინგი, ავარჩიე მსახიობები და ჩამოვედი ვარ თბილისში. ვარ ვალდებული რომ შევასრულო ეს კონტაქტი ჩვეულებრივი. ეს არის არაჩვეულებრივი თეატრი, გავაკეთებ სპექტაკლს და ჩამოვალ. არაფერი პრობლემა არა, ისევე როგორც ერთ კვირაში გავგზავრები, დავდებ ახალ კონტრაქტს იტალიასთან და იქაც გავაკეთებ სპექტაკლს და ჩამოვალ. რა პრობლემაა? ჩინეთი არის კომუნისტური ქვეყანა, წავედი, მიწვევით სპექტაკლი უნდა გავაკეთო. რას მეუბნები ძმაო? ანუ დაჟე იცის რომ კომუნისტური სახალხო რესპუბლიკაა. მე იცით რა არის, არ მახსენდება ვთქვათ ის მაღალ ფარდოვნად ვილაპარაკოთ. არა რა, ერთს ვიტყვი არა მაღალ ფარდოვნად, დაბალ ფარდოვნად. ეგრევე მივხვდი რომ მაგას აპირებდი და გაგავშალვა შეხედე, ვთქვათ წავალო და არ მახსენდება, სად შეიძლება წავიდეს, მაგრამ აი 80-იანების ჩილეში რო ჩავიდეს, პინოჩეტი. ხო, ან აი ეგრე რო იმოძრაოს, მანდაც პრობლემა ძალიან საინტერესო ადამიანი იყო ლაოსში, ერთი წუთი პოლპოტი. რომელმაც თავის ქალების ქანდაკება ერთი ჩინგისხანმა გააკეთა და მეორე ამან პოლპოტმა. მანდაც შეიძლება ძალიან კარგი სპექტაკლის დაშლა. რადგან ახლა ნამეტანი არასწორ ალეგორიებს თუ გავაკეთე. ჩინეთი ისე ვამბობ, დოის გადმოსახედიდან. დოის გადმოსახედიდან. თორე ჩინეთი რაშუაშია პირიქით, ეგ რაშუაშია. არ ჯერ დოი და ჩინეთი არის იმდენად შეუთავსებელი რაღაც ერთმანეთთან იდეოლოგიურად. იმის მიხედვით მისი აქტივიზმი რა იდეებზეც არის დამყნობილი. იქიდან გამომდინარე ის როგორ პოლიტიკურ ვექტორს აწვევა და კიდევ უფრო მეტად იქიდან გამომდინარე რომ კაცი ამბობს რომ ქვეყანა არის გადასარჩენი. რა დროს ჩინეთში სპექტაკლებია? მე მგონი ჩინეთში ნახევარძალით ჩაატარებს და სპექტაკლს დადგავს ნახევარძალი და მეორე შეიძლება უიგურებთან დგავს. უიგურების სეპარატისტულად. თავარსახეობაც მინდა უყო. ან შეიძლება ტიბეტში. ვინდა კოდაღორში რო ზაღლია. მეორე ამბავი არის ჯუხვანი. სამეფო კარის თეატრის სპექტაკლის აუდიო გაჟონა მედია სივრცეში. ეს სპექტაკლი მარკიზ დესადის ნაწარმოების მიხედვით არის და იქ არის ისეთ საშინელი ღვთისმობა, ისეთ საშინელი უცენზურო ბილწი სიტყვები, რომ ქართველი ერი შოკირებულია, მაგრამ მე მაინც მინდა დავიცვა შემოქმედები. ხო. იმიტომ რომ ადამიანები როგორებიც არიან, ისეთ სპექტაკლს აკეთებენ დიდი სიხარობით, ხო? მოდი ესე ვთქვათ რა. აი ეს არის პირველი ნათელი მაგალითი, როცა თეატრი ეს არის რეალური ხელოვნება, ეს არის არასტანის კავშირი, არამედ ჩეხოვის სკოლა. რომ ესენი ხო ლიბერალები არიან, ქუჩაში რასაც ყვირიან, იგივეს დგავენ. აი ამ საზგარ სიტყვებს ვერცლ გმობენ. აი ეგ მომწონს რა. ძალიან კარგია. ყველას გიჩვენებთ რომ არ წახვიდეთ და ვერ ვინტერესდები მაგ საკითხებით, როცა თეატრი არ გევასწავლე. არა, როცა როცა აქ გვაქვს დოი, ვთქვათ, ტაბლიაშვილი. არა, იმას ვამბობ, ჩემთვის ვთქვათ, ხელოვნების ამ დარგზე, რომელსაც ეწოდება თეატრი, უფრო მნიშვნელოვანია. არა, უფრო მნიშვნელოვანია ვთქვათ რაღაცა ფსიქოემოციური მდგომარეობები ადამიანების და ზოგადად ხო რა ფსიქიატრიის პათოლოგია. ხო, ფსიქიატრიის მიმართულებით. ისიც პათოლოგიაა. ხო, მაგრამ ეს გირჩევნია შენ. ეს ისეთია რა. ხო, მონოათან ის იმას შეიძლება გითხრას არ ვარ პათოლოგი მე თეატრი ვაბრალებ და რაღაცა. არ გვინდა რა პათოლოგიური თემები რა ტაბლიაშვილი გავუშვით. შიდა ჯიბიდან ამოვიღებ ეგრეთ წოდებულ კარტს, ანუ ბანკოს ქაღალდს, აი ვიღებ და გაჩვენებთ. რამე სხვა არ ამოიღო. გაჩვენებთ რა არის, რას ნიშნავს ფლეშ როიალის
ფლეშ როიალი, თამაშის სახეობა, პოკერში, აი ტუზი, კაროლი და მავალეტი და ათიანი და გავშალოთ ეს კარტები რომ მაყურებელმა კარგად უმაღლესი თუ ძლიერესი კომბინაცია წოდებული როიალ ფლეშად თუ ფლეშ როიალად დაბოს არა კითხოსო თქვენი აზრით მოდი წინასწარ სად წავა რა იქნება ფლეშ როიალს რისთვის შლის ბოლოს რა უნდა ოლიგარქის წინამდე ეს რასკლადი გვაქვს ან ოლიგარქს აქვს ეს რასკლადი გავუშვით მე მგონა ფოკუს ჩაატარა არა გავუშვით ყველა კარტს არა მაგანახი მე და ბოლოს შეიძლება გამოიღებ სხვა ძლიერი კომბინაციები მე დავაბრუნე ხუთივე კარტი ჯიბეში და ისე მოგესალმებით და ახლავე აგიხსნით რატომ დამჭირდა ეს ეგრეთ წოდებული თუ ხო არა ეგრეთ წოდებული არა მცირე პერფორმანსი რატომ დამჭირდა და იმიტომ რომ ამ ორი თვის წინ პრეზიდენტმა ტრამპმა პრეზიდენტ ზელენსკის უბრალოდ კი არ უთხრა არამედ მოდი ვთქვათ ასე პირში მიახალა მისი ანუ ტრამპისეული სიმართლე თქვა ასე თქვენ არ გაქვთ ხელში არ გაქვთ კარტები თქვენ უმძიმეს მდგომარეობაში ხართ ფლეშ როიალია გზელენსკი მოიცა მორჩა და მე რა იყო მე გაგვამთავრებინეთ რა აზრი უნდა გავიგოთ ბოლოს მე არაფერი არ იყო რას ნიშნავს არა აი ისიც კი არ უთქვამს რომ ეხლა ზელენსკის ფლეშ როიალი უჭირავსო უჭირავს ჯერ ეს ერთი არა ბიჭო ფაქტის კონსტატაცია ანუ უბრალოდ ამან მეტაფორული ენით აღწერა რომ ეს მოხდაო იმიტომ რომ ჩვენ ხო ვერ გავიგეთ რა მოხდა მე მგონი ხომარობს არა კაზინოში ხომარობს არა ბიჭო ამის ნაკომარები შევახლა ნაკომარები არა კაზინოში მეორე ტაბლიაშვილი აბა წარმოვიდგინე მოიცა აქ აზრი დამთავრდა არა მან აი მეტაფორები ეს არის ცნობიერების ნაკადი აი ეხლა ნახეთ დემონსტრება მოახდინა კარტის როგორც აღწერა რაღაც სადღაც ამას უნდა და პოეტობა ვერ გამოვიდა და ეხლა აქ აკეთებს პოეტობა მეტაფორებს სტუდენტობა შეგელი ვერ გავიგე და დასრულობაში ეს ხო მაგას მე კი არ მინდა ძმა წარმოვიდგინოთ რომ საფეხბურთო მატჩი იწყება ბერლინის დროით საღამოს 12-ის 1 წუთზე, მაგალითად 4 მაისს. ამ დროს მოსკოვში უკვე არის 5 მაისი. მე გკითხავ თქვენ, მატჩის დაწყების თარიღად თუ დღედ რა უნდა ჩაიწეროს 4? როცა იწყება მატჩი ბერლინის დროით თუ 5 მაისი თუ 5 მაისი. თუ ეს მაგალითი არ მოგწონთ ბერლინის დასვლა ჩასვით მაგალითად მეხიკო. მაშინ როცა მეხიკოში 4 რიცხვია, მოსკოვში უკვე 5-ია კარგა ხნის დამდგარი. ასეა. ასე უნდა მივუდგეთ ომის დასრულებასაც. ომი 8 მაისს დასრულდა რეალურად მთელი მსოფლიო ამას ამბობს რუსების, ქართველებისა და ბელარუსების და კიდევ ვიღაცების გარდა და ქართველებში მე საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებას გულისხმობ. და საქართველოს ნებისმიერი მომავალი ხელისუფალიც ვალდებულია ესე როგორც რატო აქვს ფეტიში თარიღებზე. აღდგომის თარიღი. არა, აღდგომის კი არა. აღდგომის შობის ხო, აი, გამარჯვების შობას მანამდე იქნება ბიჭო 8 თუ 9 ამას ფეხებზე კიდია თქვათ მაგრამ გრუზინი სანამ ბოლო ქართველი აღნიშნავს შობას შვიდია ეს შობა არ აინტერესებს მაგათთვის სულ ერთია რომ არც მაშინ აღნიშნავენ არც ესე მაქსიმუმ მიდიან რაღაც დამდორის სექტასთან და მამაროსუდანთან ოღონდ ისიც იმიტომ კი არა რომ ხო, რაღაცა არა, ეგ არის კსენოფობიური განცხადება გავაკეთე, მაგრამ რა ვიცი, ეგეც წარმოვიდგინე. არა, ეგ არის საპირწონე ქართული მართლმადიდებლობის და მაგიტომ მიდიან, თორე მართლა იმიტომ კი არა რომ იმ დამდგმელის პროტესტის ნიშნად მიდიან. პერფორმანსი ევასება. პერფორმატიული და პროტესტია უფრო, თორე ხო შეიძლება ვიზუალებია. არა, ხო შეიძლება რომ დამდორის წამდეს, დამდორი და რა. ხო, ქალბატონ ეპისკოპოსთან მიდიან, მერტმა ხელი მოუმართოთ და იქ აღნიშნავენ, ოღონდ რატო აქვს ეს რატო იბრძვიან ამით? ანუ ხო ხდები? რა არის რატო იბრძვიან? სასახადიდეო გიზირებული არის და იმიტომ იბრძვიან, მაგრამ მოდი ყველაფერს თავი დავანებოთ. მაგარი მოდის ამის შემდეგი ხაბე არ ჩაიხედს. არ ვიხედებ 9 მაისის ამბავზე. არ ჩაიხედს. ყველაზე 9 მაისის ამბავს ყველაზე მარტივი ამბავი არის ის, რომ ის ცოცხლად დარჩენილი ვეტერანები, რომლებისთვისაც ეს თარიღი არის.
მათი გამარჯვების სიმბოლო და მათი მთავარი მოსაგონარი და მათი შეკრების თუ ეგენი რუსები არის. აი, მოდი ტაბლიაშვილი დავიკიდოთ რა. ხო, მაგრამ ეგ ყველა ეგ ერთი და მეორე გამარჯვება ვინც გამოაცხადა, რა თარიღს გამოაცხადებდა, კაცო. ეგ კიდე სხვა საკითხია. ანუ მეორე თემა არის ესეა ბოლოს იქამდე მივლია რომ რუსებს საერთოდ არ უბძოლიან. არა, ერთი წუთით. ტაბლიაშვილმა რა არგუმენტაციაც მოიყვანა. შენ რო გამარჯვებული მხარე ხარ და ეს არ არის ფეხბურთი, ეს არის ომი. შენ რო ომში აი გამოაცხადე რომ დღეს გავიმარჯვეთ. რა სიტყვი? დღეს 9 მაისს თუ რა სიტყვი? დღეს ბერლინის ყველაფერს და ქართველები რატო არა საქართველოს დაახლოებით თუ არ ვცდები 7-8% მოსახლეობის 240,000 ადამიანი დაკარგა. კაცლებით მეტი ვიდრე ამერიკელებმა. მე სხვა რამეს ვამბობ. სულ სხვა რაღაცის თქმა მინდა. უყურელისი საბჭოთა კავშირი იყო, არა რუსეთი, რომელმაც მოიგო. თუნდაც ჩვენი წვლილი ღაღადებს ამას. და დავაი რა ტაბლიაშვილი. ეხა ვინ გინდა რომ გაუშვა? ხაბეიშვილი არ ჩაიხედოთ ისე. ყველაზე ნაკლებ ვინ მეიძახის რომ მაგარი ვარო მართლა გულწრფელად მე ვარ ყველაზე თავდაბალი გულჩები და ყველას მომსახურები იქით გოვინძახი ოღონდ თუ პასუხისმგებლობები არ ეყოფათ ამ ადამიანებს ხელს არ ჩამოართმევენ ერთმანეთს და ერთად რაღაც ამ საქმეში არ იქნებიან მაშინ მომიწევს ამაზე ლაპარაკეთ იმის არ იყოს რა ხარ არ მინდა თუ დავხარჯო და კიდე სხვა დახარიაზე პირობითი მე არ მინდა რომ ეს მომსახუროს მაგრამ არც ერთ ამპლუაში აი რაში შეიძლება ეს გავამოწოს აი რა უნდა გამიკეთოს ისეთი ამან არ ვიცი მე რა მოგეწონა ეგრე განსაკუთრებით ამ იდიოტის მორიგ იდიოტურ ნათქვამში არ ვიცი მომსახურო თავისთავად წინარადება არ არის მაგრამ მე არ ვიცი აი რა შეიძლება გამო როგორც პოლიტიკურ სექს მუშაკი ანუ არა სექსაკ საერთოდ არც გაუვლია მაგალითად რო იყებდეს როგორც ბუტკაში რო ანიმატორი პოლიტიკური ანიმატორი არა მარტივი ძა ბიჭო ყებდეს ან ბოძად სადმე რო მე არ მგონია ეგ მე მგონია რომ უყურე მაგალითად ძაღლს გაცილებით მეტი ინტელექტი ჭირდება ცირკში რო ველოსიპედზე გაიაროს ვიდრე ხაბეიშვილს იმისთვის რომ დაიყებოს ძაღლმა გაიაროს კაცო ამ შემთხვევაში ძაღლზე ლაპარაკობ და ან ხაბეიშვილს ყეფა უფრო რთულად ინტელექტუალურად შესაძლებელი აქტივობა არის ვიდრე ძაღლისთვის ველოსიპედი ეგ გველს უფრო შეუძლია თუ ხაბეიშვილს გველს ორბორბლიან ორპედლიან ველოსიპედი დაეხვევა ხო ბორბალზე იმას ცებზე დაეხვევა ცეპი ხო აქ ცეპის მაგივრად და ველოსიპედს ვინ გაატარებს ველოსიპედი ხო ცეპით მოძრაობს ბიჭო რა გჭირს ცენტროვკას დაიცავს რა თვითონ შემოვა ხო და ცენტროვკას დაიცავს ჯაჭვის მაგივრობას გაწევს აი გველი მაშინ ვაბზე პრობლემა სერიოზულია კაი გავუშვათ აბა გრიგოლ გეგელია თქვენ გიყვართ ასე უშუალოდ თქვენ თავს სანამ გაქვთ დრო უფასოდ გირჩევთ უშუალოდ თქვენს თავს მერე იქნება გვიანი და ვეღარ შეგიან მერე გვიანი გაკეთეთ რა გთხოვთ აი ფასიანი რჩევა ხო ისა chat gpt რაღაც ისინი რო არა აპლიკაცია უფასო ვერსია და მეორე რო არის უკვე ხო რა subscription-ი რო უნდა გააკეთო აი გრიგოლ გეგელიას subscription-ი რო გააკეთო დაახლოებით ესეთი თვეში $10 აი რა თვეში არა ეს მარტწლიური subscription-ი არის წლიური გამოვა ეს მასშტაბით გახტევინებს რა წლიური მაგრამ $1200 უნდა არა წლიური ზატო ფასდაკლებულია ოღონდ თვეში ერთი რჩევა გაქვს მეც არის აი რას გირჩევთ მართლა მაინტერესებს ეს უფასო რჩევა ეს ფასიანი რჩევა რომელია ამისი აი მაგი ამის ფასიანი რჩევა გრიგოლ მე სხვა ველოდებით ერთ ფასიან რჩევას და ჩვენ გაგიკეთებთ რეკლამას კაროს კარტი რო გაშალოს ადვოკატი იყო ოდეს მე სადმე ადვოკატობდა არა ანუ ეს სილში არა აქ რომ ახლა უფასოდ მოგცემთ მე ადვოკატი ვარ საერთოდ მე რჩევებში ფულს არა ეგ ახლა აუ ასნა კაპიტალისტი კურდი ხო არის კურდი ასევე მე ვახშური რომ ეს ერთ უფასოდ გეტყვი ეს ერთს და მე როგორ გადავმიხადე რა პირველ ჯერზე უფასოა და მე უკვე შოთში გიგერთვე კარგი გაუშვათ აბა გრიგოლ გეგელია მეორე აუს მა ორი თუ გვაქვს ეს უბედური და ფიქრობთ რომ ეს რეჟიმი გადარჩება დიდხანს? თუ ფიქრობთ რომ ეს რეჟიმი რო ვერ გადარჩება, თქვენ გადარჩებით პოლიტიკურ კარიერული თვალსაზრისით? არა. ძალიან მარტივი პასუხი მეცეს თვითონმა მათგანმა. ყველამ უნდა აგოს პროფესიული კუთხით პასუხი აი ამ უმსგავსობასაც ახლა ხდება. და იმ დუმილზე, მათ შორის, რომელთაც გამოირჩევა სამწუხაროდ ბევრი ცუდი გაგებით. ცუდი გაგებით ვინ? გრიგოლს უფასო რჩევა მიუცეთ და უთხრათ რომ ვინ დიაფრაგმა გაასწოროს კამერას რომ ბოტკინისფერი გადავშემოს მოსახეზე და დიაფრაგმა გაასწორებინა საგარეო უწყებაზე საუბრობს ელჩელს გავიგე ეხლა მე მგონი ყველაზე საუბრობს ყველა პროფესიაზე არა მე რა მაინტერესებს რომ
მე ერთი რამე მინდა ჩვენთან ვერ ბედავს ხო მოწოდებას, ამიტომ მე ერთი რამე მინდა გვეყო რა, მოდი რა ოპოზიცია შევცვალოთ რა. ხელისუფლებას ვერ თვლიან, გასაგებია ვერ შეცვლიან, მაგრამ ოპოზიცია რო შეცვალოს. ვინმე მამაზეციერ არ შეიძლება. ძალიან უბადრუკობა არის ეს. წლის ბოლომდე უნდა აიკრძალონ რა. ხო, ეს არ აიგზალება ჩემი აზრით, ველო. თუ აიგზალება. გახარია რას იზავს ეხლა 18 მაისს აქვს, თუ როდის აქვს, ძალიან მალე აქვს დედლაინი რა. ძალიან მალე. Поживем, увидим. კი ბატონო, გაუშვათ აბა შემდეგი არის ნანუკა ჯორჯოლიანი. ნანუკა ელოდები რომ აპირებენ შენს დაჭერას და იცით რა ამასთან დაკავშირებით ბევრი კომენტარი გავაკეთე და იცით რა არ მინდა ხარ ხოცება იფიქრონ რომ ისტორიულად ამას ვიმეორებ ან ვინმე შეშინებულია აქ ან რა თქმა უნდა იგივე აზრზე ვარ რასაც ზოგადად მე როდესაც პოლიტიკური პარტიები მეგვეუბნებიან რომ ესენი არიან დიქტატორები და მე მეგვეუბნებიან რომ რაღაცნაირად ამათ უნდა ვესაუბროთ რაღაცა სხვა ფორმატში შენი ჭირი მეტი ანუ თუ არის დიქტატორი უნდა უთხრა წავიდეს დიქტატორი არჩევნებს არ ჩაგიტარებს ანუ დიქტატორებს არჩევანს რატო არჩევნებს რატო ვთქვათ სხვათა შორის ძალიან იდიოტია. არა, პირველად დავიგე ფორმალური ლოგიკა დაფუძნდა. თუ არის დიქტატურა, არჩევნებს რატო? თორე ოპოზიციის მხრიდან არის ესეთი მოწოდება, რომ თქვენ ხართ დიქტატურა, ტირანია, ამიტომ წააგეთ თქვენივე თავით და დაგვნიშნეთ ჩვენ. არ ვიცი როგორ, მაგრამ წადით. თქვენ ხართ დემიურგები და თქვენვე მოერიეთ თქვენ თავს, დამარცხდით, გამოაცხადეთ, რომ ჩვენ ვართ ეხა მართველები. ქუჩაში ხალხს ვერ ვაგროვებთ. შტურმის მცდელობები ჩავარდა. ხალხი არ გამოდის ჩვენს, მაგრამ მაინც წადით. კი ბატონო. მაგრამ კი ბატონო. ნუ ნანუკას თემაში ისაა რომ ამბობს რომ არაგონოს ვიმეს რომ შეშინებული არისო. დღეს აღარ არის რეალობა, როდესაც მისი სოდის უფროსი მეუღლე რომ ვიზეს გაუსწორდება მაგის შიშით რომ მანქანას ვერ იყიდდი ქალაქში. იმიტომ რომ გადმოგაგდებოდა მანქანიდან და მე თავის წელს აგრიალებდა და ისაც გინდოდა იმას დალახავდა და იმას დაიჭერდა და იმას ჩაუდებდა და ასე შემდეგ. ხო, მაგრამ რა პრობლემაა? ყველა უნდა იყიდოს მანქანა. ეგ შიში ნანუკას შეუძლია არ ქონდეს, იმიტომ რომ იმ შედეგად შედეგად რამე იქნება და იმის მიხედვით დადგება სასჯელი და თუ არ იქნება არაფერი და როგორც ჩანს დადის ხო თავისუფლად და მეორე ნაწილი ანუ თუ ამბობენ რომ დიქტატურა არის მაშინ უკვე შეუთავსებელია რომ თუ დიქტატურაა ძმაო იასტაუ და გეშინოთ ზაბ როგორ აი ხა დიქტატურაში როგორ შეიძლება არ გეშინოთ მოდი ლაკა ხოშტარია შე რო თქვი რომ ფორმალური ლოგიკა მაინც დაიცვა ბადას ვერ დაიცვა ლაკა ხოშტარია გავში თუ ჩვენ გამძლეობას არაფერი ემუქრება, მაშინ იქ რყევებს ჩვენ ხედავთ. მე არ მიყვარს ხმამაღალი ნათქვამები, რომ რეჟიმი აგონიაში, არაფერი აგონიაში რა თქმა უნდა არ არის, მაგრამ რეჟიმი ირყევა. რან აგონიაში არის. აი ირყევა, რეჟიმი ირყევა. ბიჭო, რაღაცა ნიშანი ხომ უნდა იყოს, რომ რეჟიმი ირყევა. აი რაღაცა რა ვიცი, აი რეჟიმის ყევის რა ნიშნებია? ბიჭო, ვის რა ქვია, მიცვალებულია და სეისმოგრაფით ზომავენ ალბათ. მიცვალებულია. ვინა? დინოზავრი. აბა რომელი? ო, გაუშვათ, საინტერესოა. წუგზარი. წუგზარი? აუ, წუგზარი. არიცია წუგზარი. აუგორდეთ დამპყრობელს და ის ანდაზა უთხრათ, რომ დათვი რომ მოგერება ბაბაიაუნ და დაუძახო. ამიტომ მე ვფიქრობ ნათელზე ნათელი არის ახლა რაც ხდება და ერთი წამით არ მაქვს სხვა შორის ეჭვი რომ არჩევანი იქნება ისეთი როგორც ეკადრება ჩვენს მართლა მრავალსაუკუნოვან ისტორიას. თავარია დრო, თავარია რომ არ დაგვაზიანონ ახლა იმაზე მეტად ვიდრე უკვე დაგვაზიანეს. არჩევნებზე არჩევნებზე ალბათ რომელზე? რომელსაც აღიარებენ რა და რომელსაც არა, ეგრე არ არის. აბა არ არის თვითმფრინავის არჩევნებზე მიდის საუბარი. არა, არჩევნებზე რომელსაც რომ დაგვამარცხებენ. ქართულოცნებას რომ გააგდებენ მე მე ტელეფონით ატარებს მაგას არჩევნებზე არის საუბარი. უბრალოდ ერთი რაღაც უნდა აღვნიშნოთ რომ ნუგზარ ციკლაური აი ყველაზე პარადოქსულ რამეს გეტყვით იცით ნაციონალურ მოძრაობის დროს ნაციონალურ მოძრაობაში ეს ითვლებოდა თქვათ ინტელექტუალურად არა მართლა ინტელექტუალად მიხვდებათ რომ პირველი წუგზარი იყო ქალაქში ეს იყო რომელსაც აკეთებდა მაგალითად კარლ მარქსი და აკეთებდა მაგას კომენტარს რომ ეს არ რაღაცა სერიოზულად ამბობ კი მე დეგრადაცია გაიცადა და ესეთი მე თაზო დათონაშვილი შემოვიდა თაზო დათონაშვილი დათო თათო დაზუნაშვილი თაზო დათონაშვილი თაზო თადუნაშვილი დათო აი მაგარი ვიდეო გავშვით პოლიტიკა არის კეთილშობილური საქმე
და აკეთებდი მიშას დროს, ცოდვა გამხელილი. ოჩახ დაზოთადუნაში. ოღონდ, აქ რაღაც ექშენი უნდა იყოს. მაგალითად, პოლიციას როგორ ეჩხუბება, როგორ იჭერენ, როგორ ყვირის, ბზნებარეთ, როგორ გამოდის და ეს ჩვეულებრივ ზის, ხან ერთ კუთხეში, ხან მეორე კუთხეში საწოდავად და თურმე ეს ყოფილა პროცესი რა. მე მგონია რომ როცა ხარ დათო თაზუნაშვილი, ესეც ძალიან დიდი მიღწევა არის მსგავსი ვიდეო რგოლი რომ გააკეთეს, ნო. იმიტომ რომ ლელოსგან ჩახო ჩვენ გასაკუთრებით გვახსოვს რანაირ ვიდეო რგოლებს აკეთებს. დამუკადაიშვილიდან ერთად ხაზარაძე და ბადრია გახსოვს? კი. ანუ ყველა ფრის ინტერპრეტაცია რომ მოგივიდოდოთ თავში გარდა იმისა რომ წინა საარჩევნო რეკლამა იყო. კითხობს რომ უსმოვდნენ ერთმანეთს რა. პროფილა აბრაზნის და კალურს. რაფერი მოგწონს? მე მწვანე. სვიად ძიძიგური ხო არ გაუშვათ? ძიძიგურიც გაუშვათ და ჯერ ირაკლი კუპრაძე თუნდაც ძიძიგური გაუშვათ. ან უსუფაშვილიც კაი, გაუშვი ძიძიგური, აბა. გადაკეტა კიდე რამე? ის რომ ოპოზიციური პარტიები არ იყვნენ წამყვანები ამ სახალხო პროტესტის, ეს ჩვენ პირველი დღიდანვე ვიცოდით, პირველი დღიდანვე ვაცხადებდით და ამან რა თქმა უნდა ოპოზიციური პარტიების რაღაცა აქტივობა უფრო მეტად შეანელა, იმიტომ რომ თვითონ განწყობა არ იყო ისეთ პოლიტიკურ პარტიებს, რომ გამოუცხადა უკვე აქციებზეც რომ გამოუცხადა უნდობლობა ოპოზიციას, ამან დააზიანა ოპოზიცია? არა. აბა მაშინ რა? მე გეტყვით თქვენ ერთ რამეს, რომ ეს სახალხო პროტესტია, სახალხო პროტესტში ოპოზიცია მიპოვა თავისი ადგილი, რომელიც ოპტიმალური იყო, ზომაზე მეტი ენერგიის და ზომაზე მეტი პასუხისმგებლობის აქ თავზე პირიქით უფრო დააზიანებდა ამ პროტესტს. არ იყო კარგი იდეა. არა, ჯობია რამე გადაკეტოს რა. უსუფაშვილი, აუნა გადაკეტოს თვითონ გადასაკეთია. უსუფაშვილი გაუშვით. რატომ ვერ ხერხდება დანარჩენ ოპოზიციასთან ერთად შემტევი სტრატეგიის დაგეგმვა? რაშია პრობლემა? რა ხდება? მე გეტყვით, დღევანდელი მდგომარეობით კოალიცია ძლიერი საქართველო და პარტია ლელო ვართ იმ ხაზზე და იმ გეზზე, რომელზეც დავდექით არჩევნების შემდგომ პერიოდში და ამ გზას და ამ ხაზს ქვია იმ ტიპის კოორდინირებული მოქმედება, რომელსაც მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ასე ვთქვათ ჩაუდგა სათავეში. ჩვენ გვაქვს ინტენსიური ეხლა ასე ქვია, ეხლა ეს ქვია, მანამდე სხვა იყო, მე პროცესს ვამბობ. მე პროცესს ვამბობ და არ მინდა რამე რაღაც თარიღები ისეთი გამომივიდეს, მაგრამ მგონია რომ დროა ამ პროცესმა და მისმა ლიდერმა ჩვენი თანამონაწილეობით დადოს კონკრეტული გეგმა. უკვე კონკრეტული გეგმა ის არის არა, მე რაზე გავგდიცი, ეხა просто ჩამიგდეს ვიდეო სპექტაკლის. ხო. და ვიდეოც არსებობს? აგერ არის ვიდეო. მოიცა ჩავხედო, აბა მეც მა? არა, ხო, იმაში არის. გაუშვა ხალხო შეიძლება ამის გაშვება? შევხედოთ, რა ვიცი. პორნოგრაფია, რავი. პორნოგრაფია არ არის, მაგრამ ხალხო უნდა იცოდეს. ნახე? ბიჭო, ბაბურაშვილის უსაკეთებ ინგლისურად რა არის, ეხა ეგ ჩანს კადრში. არა, ბიჭო, ერთი წუთით ხალხო აგერ არის ვიდეო. ალბათ ამის დევს სადღაც. პოზიტივი რეალობაზე დევს ეს ვიდეო. Facebook-ზე. აგერ ჩავაგდებ კიდე. ეს გაუშვა. კანონი რა გინდა, უყურე, ლიბერალი რეჟისორი, ლიბერალური. ამის არა, ლიბერალურ, გალიბერალებულ თეატრალურ სცენაზე ლიბერალი მაყურებლისთვის. მოდით რა, გავს ამას და ყველაფერი ლოგიკაში. არა, მოდი. მეგობრებო, ვისაც გაქვთ Facebook-ი, შედით პოზიტივი რეალობაში და ნახეთ მარკის დესადის მე მესმის, იცი რა მესმის? ეს არ არის ბიუჯეტის ფული დაფინანსებული. და მე ვიცი, მე რამდენჯერმე ნამყოფი ვარ ამსტერდამში პორნო თეატრში. იცი, საინტერესოა ძალიან. ამსტერდამში პორნო თეატრში ხარ ნამყოფი. აი დაახლოებით ისეთი კარგი არ არის, მაგრამ ის ჯობია რა. შეიძლება რომ ალბათ არ უნდა გაუშვათ. გაუშვათ ეს რა? არა, როგორც ნაანონსე მე მგონი ეგრე ჯობია, რომ პოზიტივი რეალობაზე შედი და ნახეთ რა. ხო, ან ტექსტი, ან გამოსახულება, რა ვიცი, მე არ მაგალითად ამის ყურება არ მომეწონებოდა. ეგრე ჯობია ნამდვილად. ხო. ბიჭო, მსახიობი რომელიც მაყურებელს პატივს ცემს, მინიმუმ სკვატებს გააკეთებდა, რომ ამ პოზაში გამოჩენისას ესეთი შეუხედავი. კაი, არ გვინდა მაშინ. რაც არის ეგ არის. არა, მე უბრალოდ გავსტერდი, ისეთი რაღაცა ვნახე. ნათია გოგსაძე არის, ლევან ბუთხუზი. აი, ლევან ბუთხუზი საინტერესო ის არის. მე მგონი ბუთხუზი ცხოველების მოყვარულია. გავუშვით. უბრალოდ ახლა სისტემა ბეცი არის და, ну, რა თქმა უნდა, სავარაუდოდ მართლა
ერთ-ერთ ბოლო ფაზაში არის უბრალოდ მე როგორც სულ სწრაფ მინდა რომ ტოპ კადრი რა, ვაჩვენთ ამის ტოპ კადრი. ეს ამბობს ვიღაცაზე ბეცია სისტემაა, შეხედეთ რა უბრალოდ. კაი, ნუ უყურეთ პორნოს, არც მან შეიძლება უყურეთ. არა, მე პორნოს არ უყურებ, მე უყურებ თბილისის მეტროში რო ინციდენტი მოხდა და ხო, აი ეს როგორც იქ თუ გინდა გავუშვათ, ნუ იქით რაღაცა ვითარება ხდება, რაღაცა ხდება რა იქით. ეს ოლეები ძალიან რადიკალური მეთოდები. სამოგლეჯვას ლამებენ. ნუ არ ვიცი, უკვე ყოველ დღე ჭუბი არის ალბათ საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ავტობუსი იქნება, მეტრო თუ ასე შემდეგ, სადაც საჯარო სივრცე აზრების გაცვლისა და ნუ არ ვიცი, ყოველ ჯერზე გამორჩევიან ძალიან აგრესიით ეს ჩვენი ესეთი რადიკალური აქტივისტი გალახავ მერე და რუსეთს მსახურ პოლიციას ეძახიან ძმაო დასახმარებლად. ბიჭო, რა ვიცი, აი მე გეტყვით თქვენ რა. მოდი ესე ვთქვათ რა, ხელოვნებაში აი არსებობს გენიალური რეჟისორის პაზოლინის ფილმი სალო, ანუ 120 დღე, სოდომის 120 დღე. სადაც გაცილებით უარეს კადრებია, ვიდრე რა თქმა უნდა. მაგრამ ვისაც ნანახი გაქვთ ყველა დამეთანხმება ხელოვნებაში ნაკლებად ჩახედული ადამიანიც კი რომ ის არის გენიალური ნამუშევარი. როგორი გადაღებული ფერწერის თითოეული კადრი ფერწერული ტილო და რომელიც ამართლებს ამ ყველაფერს. და რა სამჩნე ვიცი? აი ამ საშინელებებს, აი ამ ჯოჯოხეთის წრეებს რო გადიხარ, მე შენ და სამართლოდ ეჩვევი ამ ისე კარგად აქვს ამ ძალიან მაგარ რეჟისორს გადაღებული რომ ეჩვევი აი ამ საშინელებას და ანატომიაში აღწევ სადიზმის და ფაშიზმის და ყველაფერი არის ისეთი დიდი ხელოვნებით ისეთი ნიჭით გაკეთებული. ეს გამიკვირდა რომ ას რაღაცებს იძახიან, მაგრამ ეს არის ძალიან სკარბეზული, ძალიან არა ნიჭიერი, უნიჭო, უხამსი, პერვერტი რა, ცუდი კი არ არის, ბევრი დიდი ხელოვანი ყოფილა პერვერტი. ვულგარული პროფანაცია ეხლა. პროფანაცია, რასაც ჩვენ თუნდაც სალოში უყურებთ რა. და ამ შემდეგ. რა ვიცი, მე სალო მაგარი ფილმია ძმაო. რა ვიცი, ეს არ ვიცი ეხლა ალბათ ცენზურა არ არის და არ არსებობს, არ უნდა იყოს, ნუ просто დააწერო თეატრი, ეს არის რაღაც თეატრი კი არა, ის რაღაც შმიატრი ხო? და შემოდიან და მე შმიათ დღეს შმიათში მივდივარ და წადი შმიათში ბა. აკაცუკების ტრაკაცუკი. ეთერ თურაძე, ბათუმელევის თავად რედაქტორი. ვინა ბიჭო, არ გვინა თურაძე, სასტიკი ჟურნალისტების ყველელი რეჟიმი არის რა. მაშინ ირაკლი ფავლეშვილი დავასრულო თვითონ. აი ეგ კაკრას გამოვტოვე. ვინა? ვაფშე არ არსებობს. ვინა ვინც არის კაცო ის რო არის ნაცების წევრი იყო. აი ნათია გოქსაძე ვინა? ნათია გოქსაძე მართლა არ ვიცი, მაგრამ ფავლენიშვილი ვიცი ვინც არის. თავარი არხის რომელიც არ არსებობს უკვე. აი ხო უნდა დაზო თათუნაშვილი ვინაა თქო, მაგრამ უკვე გავუშვით. დაზო თათუნაშვილი არის. მეგობრებო, მე მგონი ეს თავარი იყო რომ შენ ვაფშე აურიე ხო მაგას სახელი და დაზო რა არის ან დათო არც ერთი არ გაარდა დაზო თათუნაშვილი არც სახელი არ გვარი ბიჭო ან არის დათო თაზუნაშვილი ან არის თაზო თათუნაშვილი ვერასოდეს რო ვერ არც ერთი არ გაარდა უყურე მე ხო ვერასოდეს ვერ ვარ ამიტომ დაზო იქიდან გამომდა ვერასოდეს ვერ ვარ და სულ იმაში ვიყო სწორად თქვი თუ არა მირჩენო თქვა ის რაც ზუსტად ვიცი რა არ სწორია დაზო თათუნაშვილი თადო დაზუნაშვილი ედორო იყოს რო ამბობს აი თედოს აიდაღა შემერკვაო რა არის ასეთი кейსი აი ყველაფერი ოკეი საბოლოოდ დავასრულებ თუ შეიძლება შვეიცარიაში იყო ესეთი кейსი გაუშვეს თითქმის პორნოგრაფიული ფილმი კინოთეატრში სადაც იყო როგორი ღვთისმოვა იცი ნუ იმის გადმოცემაც არ შეიძლება და აკრძალა მთავრობამ ამ ფილმის ჩვენება და სტრასბურგში იჩივლეს და სტრასბურგი წააგეს იმიტომ რომ რა ფილმზეა ბაზარი პორნოგრაფიული ფილმი იყო, მე ცნობილი кейსია, როდესაც სასწრაფო გადაწყვეტილება არა გამოხატვის უფლების სასარგებლოდ, არამედ სამოქალაქო სიმშვიდის სასარგებლოდ შვეიცარიაში. ეს кейსი არსებობს. არ ვიცი როგორ უნდა იმოქმედოს. ეგ რომელ წლებში? ეხლა არა. ეხლა არა. 90-იანი. არა. ეხლა არა, ადრე. ოღონდ პრეცედენტი არსებობს. ადრე როდის ადრე ზოოპარკი? 90-იან წლებში. ზოოპარკები რო ქონდა მაშინ მე. 90-იან წლებში. მართლა კარგი შენიშვნაა. დიდი მადლობა მეგობრებო რომ გვიყურეთ. ჩვენ თქვენ შეხვდებით ხვალ. ხვალამდე. მადლობა ყურადღებისთვის.